ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს პროცესს ესწრებოდნენ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი. ნასყიდაშვილი ის გოგონაა, რომელსაც საქმის მასალების მიხედვით მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია გიგა ავალიანზე თავდასხმამდე. თუმცა ნასყიდაშვილი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება ჩიქოვანს, ისიც ბრალდებულია და განაჩენს ელოდება. ამასთან ძალადობის სხვა ეპიზოდზე უკვე მისჯილი აქვს. ამ დროისთვის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პატიმრობა შეფარდებული აქვს 2 არასრულწლოვანს უკვე ნახსენებ გაბაშვილსა და ასევე რიკაძეს. მოკლულის დედას მიაჩნია, რომ საქმე ჯერჯერობით არ არის ბოლომდე მიყვანილი და კიდევ ერთი არასრულწლოვანია დასაკავებელი. ანუ ხვალაპირებ ხორავი ხვალ გავდივარ, ისევ და იმედია ხვალ მაინც დავითრევ. დედამისთან ერთად ასწავლის და თუ მაგასთან ერთად წამოვიდა ვერაფერს ვიზამ. ფორმულამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მასალებიდან ბრალდებული არასრულწლოვნების მიმოწერა მოიპოვა, სადაც ალექსანდრე გაბაშვილი მასწავლებელზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ ანი ნასყიდაშვილს დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მინაწერებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანზე თავდასხმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა. გაბაშვილი ანი ნასყიდაშვილთან გაგზავნილ შეტყობინებებში პედაგოგს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მის სათანადო დასჯაზე საუბრობს. აუ როგორ გამიტყდა დღეს რომ ვერ დავითრია იცი, ვაიმე ხვალინდელი დღე მოვიდეს, გულზე დაღიმადევს, ნიაკოს ბოლო 1 კვირაა ვეუბნები, ნუ ნერვიულობ მეთქი და ვერ დავითრიე. ხვალჯობია ჩამბარდეს, თორემ გაკვეთილზე შტურმით შევარდები ბიჭებთან ერთად. აუ შენ მაგივრად მე მეშინია. ჯგუფური თავდასხმა, განზრახ მკვლელობა, მუქარა, ყველაფერია, მე არ მეშინია. სახელმწიფო ბრალდება სწორედ ამ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება არასრულწლოვან გოგონას, რომელიც საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად ბრალს არ აღიარებს. ამასთან ერთად ამტკიცებს იმასაც, რომ მან თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა და ალექსანდრე გაბაშვილთან ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრია. ამ ეტაპისთვისაც მათ შორის დღემდე არ აღიარებს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ თulis, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ცოდნის ელემენტი ამ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მან ნამდვილად იცოდა, რომ მზადდებოდა ან ჩადენილი იყო, რაც ბრალად აქვს წარდგენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ანი ნასყიდაშვილის გარდა საბრალდებო სკამზე ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანიც ის, რომელსაც მასწავლებელზე თავდასხმის მომზადებას ედავებიან. სახელმწიფო ბრალდების ვერსიით დემეტრე ჩიქოვანი თემქაზე გიგა ავალიანის საცხოვრებელ სახლთან შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მივიდა და ალექსანდრე გაბაშვილთან და გიორგი რიკაძესთან მასწავლებლის გადაადგილების ტრაექტორია შეისწავლა. უცნობია აღიარებს თუ არა ჩიქოვანი ბრალს, რომელიც თითქმის 6 თვეა დუმილის უფლებას იყენებს. დემეტრე ჩიქოვანს მოცემულზე სისხლის სამართლის საქმეში მას ვედავებით გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებაში. აღნიშნულ დანაშაულს ადასტურებს ასევე ისეთი ობიექტური მტკიცებულებები, როგორიც არის დემეტრე ჩიქოვანსა და სხვა ბრალდებულთა, ასევე სხვა მოწმეებთან არსებული მიმოწერა, საიდანაც დგინდება, თუ როგორ ცდილობს დემეტრე ჩიქოვანი, რომ თანამძრახველები შემოუკრიბოს გარშემო საშკა იგივე ალექსანდრე გაბაშვილს. შესაბამისად, ის მტკიცებულებები, რაც დემეტრე ჩიქოვანთან დაკავშირებით არის წარმოდგენილი მიმოწერების დეტალური ინფორმაციის მავალი გამავალი ზარებისა და ნომრის ანძების სახით, ეს არის უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. საუბრისგან თავს იკავებს ბრალდებულის დედაც, რომელსაც მედიასთან კომენტარი განაჩენის შემდეგ აღარ გაუკეთებია. თუმცა მოკლული მასწავლებლის დედამ ეკა კუპატაძემ ფორმულასთან განაცხადა, რომ მან სოფო ძნელაძისგან დღეს ტექსტური შეტყობინება მიიღო, სადაც ის შეხვედრას და საუბარს ითხოვდა. თუ რა აქვს სათქმელი ბრალდებულის დედას მოკლული მასწავლებლის ოჯახისთვის, ეს უცნობია. როგორც ჩიქოვანის დედა აცხადებს, საქმე პირად ემოციებს ეხება. არაფერი აღარ უნდა გავიკვირდეს ამ მკვლელებისგან და მათი მშობლებისგან, მაგრამ მე მაინც გამიკვირდა ის, რომ სოფო ძნელაძე, ეს გახავთ დემეტრე ჩიქოვანის დედა, მომწერა Facebook-ში, რომ უნდა ჩემთან შეხვედრა, მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და უნდა რომ მითხრას ალბათ რაღაც სანაცვლოდ. ეს დანარჩენი აღარ უწერია, მაგრამ ამბობს, რომ მისი დემეტრე არის უდანაშაულო, მე ამისი უნდა ვირწმუნო, რადგან თვითონ ჯერა მისი შვილის. ალბათ ონეკას აქვს ეს ჩემი მიწერილი SMS-ი და სთხოვეთ, რომ მან გაასაჯაროს. მე ჩემი პირადი ემოციები მივწერე მას და ამაზე საუბარი საჯაროდ არ მინდა. მიმაჩნია და ვთვლი, რომ ის დიალოგი გვეკუთვნის ჩვენ.
გიგა ავალიანის მკვლობის ეპიზოდზე ჯამში 4 არასრულწლოვანია დაკავებული. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თითქმის სკვერში მომხდარი ძალადობის ფაქტზე მსჯავრდებულია დემეტრე ჩიქოვანიც. თუმცა მას დამატებით გიგა ავალიანის საქმეზე 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება არასრულწლოვან გოგონას, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ანი ნასყიდაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.